დღეს ჩვენი ამბების ინიციატივით პატარა მკითხველთა წიგნის „პიგო ბიჭის თავგადასავლის“ ავტორს ქალბატონ თამარ ფხაკაძეს ხვდება. რა თქმა უნდა, არ ჩვენ დავაკვირდებოდით შეხვედრას და მე ბარბარე გაგუა სპეციალურად ჩვენი ამბებისთვის მოგიყვებით რა მოხდება შეხვედრაზე. შეხვედრა კი მართლაც განსხვავებულია. მე აქ ვხედავ ფურცლებს და ფანქრებს, როგორც მითხრებს, ბავშვები თავიანთი წარმოდგენით დახატავენ პიგოს და წიგნის სხვა გმირებსაც. ჯერ კიდევ სანამ პიგო დაიბადებოდა, იქამდე ვესაუბრე წიგნის ავტორსა და თავის მხატვარს. პიგო ბიჭის თავგადასავალმა ახალი სინათლე შეიძინა, დატოვა სტამბის კედლები და მკითხველამდეც მივიდა. და ნამდვილად მაინტერესებს თუ როგორ წარიმართა მოვლენები, რას ფიქრობს თავად ავტორი და როგორ მიიღო ეს წიგნი მკითხველმა. და აი დღეს შემიძლია რომ ჩვენი ამბების დახმარებით შევხვდე ამ მკითხველს და მინდა გითხრათ რომ მკითხველები მიიღებენ ამ წიგნის საჩუქრად. დღეს მძლევა საშუალება რომ კიდევ გავესაუბრო წიგნის ავტორს. მოგესალმებით ქალბატონო თამარ და მიხარია რომ დღეს შემიძლია კიდევ გაგესაუბრო. ჩვენი შეხვედრიდან რამდენიმე თვე გავიდა და მაინტერესებს თუ რა სიტყვით, როგორ მიიღო მკითხველმა წიგნის თავგადასავალი, პიგოს თავგადასავალი და გაგრძელდება თუ არა ეს თავგადასავალი. პირველ ყოვლისა მოგესალმებით მეც, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მოწვევისთვის. პიგო ბიჭის თავგადასავალი საკმაოდ თბილად მიიღო მკითხველმა და მე მგონი რომ მე რაც მინდოდა მეთქვა ბავშვებისთვის ადეკვატურად გაიგეს ბავშვებმა. დრო სჭირდება კიდევ, ეცნობიან, ნელ-ნელა მიკავშირდებიან, გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებებს, თავიანთ იდეებს მაწვდიან. ნახოთ. ახლა კი წავუყვებით, ნახოთ რა ხდება შეხვედრაზე. იყო და არა იყო რა. ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. იყო ერთი ფირო ზურმუხტი ბურთი სახელად დედამიწა. ვეებერთელა იყო დედამიწა და გულიც უზარმაზარი ჰქონდა. ორ სარქველიანი. პირველ სარქველს ჩვენი გულებისგან განსხვავებით სისხლის ნაცვლად ნაყოფიერი მიწა, სუფთა ჰაერი და კამკამა წყალი აცოცხლებდა. მეორეს ცოტა უფრო მოზრდის, ხოლო სიყვარულით ედგა სული. გული ძალიან ღრმად დედამიწის ძირის ძირში ცხოვრობდა და უცნაური გასაღებით იკეტებოდა, რომელიც რკინის ჩვეულებრივი დიდი გასაღებისამებრ საკეთში კი მარტივად შედიოდა, მაგრამ თუ ცხოველმსყოფელობას არ იგრძნობდა, ბუდეში არასგზით არ გადატრიალდებოდა. შესაბამისად, მარტო ერთი ბუნებით წარმოდგენილი გასაღები მოჟანგისფრო იყო, მაგრამ ცხოველმსყოფელობასთან ერთად მოისფრო, მოცისფრო ელფერს დაიკრავდა. დედამიწამ ადამიანი გამოიძახა. რატო გამოიძახა თქვენი აზრით ადამიანი? ალბათ იცოდა რომ კეთილგონიერების დაკარგვის შემთხვევაში ყველაზე დიდი საფრთხე მათგან იყო მოსამართლეები. დედასავით მზად და დედამიწამ უთხრა მერე. დედასავით მზამზარეულს გიტოვებთ ყველაფერს საჭიროს. აბა თქვენ, ჩემი გულის გასაღები. თუ რაიმე სწავლება დაგავიწყდათ, გამიღეთ გულისკარი და ცოდნას კიდევ ერთხელ გაგიზიარებთ. დედამიწას დავხატავდი მე, როგორ წარმოდგენია პიგოს და დედაბუნოს რო ეძახი საიგეთს, რომელსაც გასაღები უნდა იმას. დიდი მადლობა. გადავცეთ იმინის ხილის ბავშვებს, სიყვარულით მეტად ყველაფერს მოიცნია. ბავშვები, რომელიც ვერ მოვიდნენ ერთი მიზეზების გამო, გადავცემთ ჩვენ მადლობა თქვენ კიდევ ერთხელ ამისთვის. ბავშვები წაიკითხავენ თქვენს გაწარმოებს და აუცილებლად სიამოვნებით შეხვდება შემდეგ ღონისძიებაზე. ბატონო, სიამოვნებით, მეც სიამოვნებით. ძალიან მაინტერესებს ბავშვების მიერ აღქმული და გამოდებული პიგო ბიჭის თავგადასავალი და შევხვდები სიამოვნებით.
დღევანდელ დღეზე რა სიტყვით? დღევანდელი შეხვედრა იყო საოცრად საინტერესო. იმიტომ რომ ბავშვებმა თვითონ გამოთქვეს სურვილი ჩემთან შეხვედრის, პიგოს ავტორთან შეხვედრის და თვითონაც უნდა თავიანთი აზრი გამოეთქვათ, რას ფიქრობდნენ, თვითონ როგორ შეცვლიდნენ, ან არ შეცვლიდნენ, ან რა მოსწონდათ, რა არ მოსწონდათ. შემდეგ დახატეს თვითონ, ეს იყო ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ ჩემთვის როგორც ავტორისთვის მნიშვნელოვანი იყო ბავშვისთან თვალით დანახული ჩემი სამყარო, მე როგორ გადმოვეცი და მათ როგორ მიიღეს. ახლა კი მინდა გაგაცნოთ იმედის სხივის ხელმძღვანელი გვანცა გულაშვილი. როგორი იყო თქვენთვის ეს დღე და შედგა თუ არა საინტერესო? მოგესალმებით. მადლობა ტელეკომპანია ახალ შესაძლებლობისათვის, რომ იმედის სხივის ბავშვები დღეს არაჩვეულებრივ დღეს მიიღებენ, გადაეცემათ საჩუქრად წიგნი, შეხვდებიან ავტორს, მოისმენენ წიგნის დაწერის ისტორიას, დახატავენ თავისი შეხედულების მიხედვით ერთი ლამაზი შემეცნებითი დღე იქნება ბავშვების ისტორიაში. მე უკვე წავიკითხე წიგნი და ძალიან მომეწონა. პიგოს სიმღერაც მომეწონა და მინდა თქვენ წაგიკითხოთ. დედამიწა ჩვენი არის, არ გეგონოთ სხვისია, მისი ყველა ბინადარი, ზრუნვა მოვლის ღირსია, დედა ბუნას ხელმძღვანელი, ციცნა კუთხი ბიჭია, მეგობრებმა წრე შევკარით, დაგვეკისრა მისია. ჩვენი ამბები მადლობას უხდის ყველა საქმოსვლისათვის და გვერდში დგომისთვის და ველოდებით ახალ მეგობრებს. სპეციალურად ჩვენი ამბებისთვის ელენე ბერიანიძე. სპეციალურად ჩვენი ამბებისთვის ბარბარე გაგუა.